გეოფიზიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დედამიწას ფიზიკური მეთოდებისა და პრინციპების გამოყენებით. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ფიზიკა, რომელიც მიმართულია ჩვენი პლანეტის შიგნით ჩასახედავად. გეოფიზიკოსები იყენებენ მათემატიკასა და ფიზიკას, რათა გაიგონ დედამიწის აგებულება, მისი მაგნიტური და გრავიტაციული ველები, ასევე პლანეტის წიაღში მიმდინარე პროცესები. რას შეისწავლის გეოფიზიკა? ეს სფერო საკმაოდ ფართოა და მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას. სეისმოლოგია, მიწის ცვრებისა და სეისმური ტალღების შესწავლა. ეს გვეხმარება დედამიწის შიდა ფენების, ბირთვი, მანტია, რუკის შედგენაში. გეომაგნიტიზმი, დედამიწის მაგნიტური ველის შესწავლა, რომელიც გვიცავს მზის რადიაციისგან. ვულკანოლოგია, ფიზიკური დაკვირვებები ვულკანურ აქტივობებზე ამოფრქვევის პროგნოზირებისთვის. გეოდეზია, დედამიწის სუსტი ფორმის, ორიენტაციისა და გრავიტაციული ველის შესწავლა. ჰიდროლოგია და ოკეანოგრაფია, წყლის მოძრაობისა და ფიზიკური თვისებების შესწავლა დედამიწის ზედაპირსა და მის ქვეშ. რატომ არის ის მნიშვნელოვანი? გეოფიზიკას აქვს უდიდესი პრაქტიკული გამოყენება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბუნებრივი რესურსების ძიება, ნავთობის, გაზის, მინერალებისა და მიწისქვეშა წყლების მოპოვება თითქმის შეუძლებელია გეოფიზიკური კვლევების გარეშე. რისკების შეფასება, მიწის ცვრების, ცუნამებისა და ვულკანების მონიტორინგი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. გარემოს დაცვა, ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგი და კლიმატის ცვლილების შესწავლა ყინულოვანი საფარის დნობაზე დაკვირვებით. მშენებლობა, დიდი ნაგებობების, კაშხლები, ხიდები, ცათამბჯენები აშენებამდე გეოფიზიკოსები ამოწმებენ ნიადაგის მდგრადობას. საინტერესო ფაქტი. გეოფიზიკური მეთოდებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწის ბირთვი ისეთივე ცხელია, როგორც მზის ზედაპირი, დაახლოებით 5400. შენიშვნა, გეოფიზიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ დედამიწით. არსებობს პლანეტარული გეოფიზიკა, რომელიც სხვა პლანეტებისა და მათი თანამგზავრების ფიზიკურ აგებულებას სწავლობს.